აი როგორი ოჯახიდან ვარ, იცი რომ აი ბებია ჩემი ამბობდა საღამოსო ვიჯექი სახლში ბავშვებთან ერთად და თუ მანქანის კარი ერთხელ მოჯახუნდა ერთი მოჯახუნება იქნებოდა ვიცოდი რომ შემიძლია გავაგრძელო ჩემი საქმეების კეთება და თუ გავიგებდი 1 2 3 4 ხდებოდი რომ ეგრევე სუფრის გაშლა უნდა დამეწყო და ბაბულა მოვიდა მეგობრებით და იცი დიდი სიყვარული ტყვებოდა ამ ამბავს რა და ამ კულინარიას, ამ მეგობრობას, ამ სიყვარულს, ქართულ სულისკვეთებას ღვინო აგვირგვინებს და აერთიანებს. თუმცა ლაპარაკობთ დოზირებულ სმაზე და არა ის გადაჭარბებაზე, როგორც დავიწყეთ ახლა. ჩემი ისტორია ღვინოსთან ურთიერთობის გენიალური არის. ვიყავი ძალიან პატარა. სადღაც სკოლაში ან წასული ვიყავი, ან არა. აი რაღაცა ეგეთი პერიოდი და ჩემი და მიყვება თავად არ მახსოვს. აი ბუნდოვნად მახსოვს. ესეთი სუფრა იყო საგურამოში, ტრადიციული მეგობრები იყვნენ, მამასი მიდიოდა, სმა იყო ამბავი და მოკლედ ხო იცი როგორ ამერ ერთიანად ყველა რო დგებოდა და მიდიოდა, ყველა აცილებდა რა და ყველა დგას ახლა კარიბჭესთან და მიდის ხალხის დაბინავება. ამ დროს ჩემი პატარა ვერსია, რომელიც ზუსტად ისეთივე ცელქი იყო, როგორც არის დღეს. მიეპარა სუფრას და მამა ჩემის მეგობრებმა რა სასმელებიც დატოვეს ჭიქაში. დავიწყე ამისი სმა. წარმოდგენა არ მაქვს რატო გავაკეთე ეს. ეთყობა ისე მომწონდა ეს, აი მათი ეს ურთიერთობა, აი რაც ხდებოდა ის ამბავი ისე მომწონდა, რომ მეც მინდოდა და მარიფატში გარევა. გადის სადღაც 10 წუთი და სად არის ნინუცა. ნუ ეს ზოგადად ჩემ ბავშვობაში ესეთი კითხვა იყო, იმიტომ რომ სულ სადღაც დავრბოდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი და სულ ხათაბალაში ვიყავი და ამ დროს ხედავენ რომ გაწითლებული, გახვანთქული დავრბი ვარ გიჟივით და სახს ვარტყავ წრეებს და რომ დამიჭირეს, რა გჭირსო? სახე მქონდა ესეთი. როგორც იცი სასმელმა და მოკლედ ეს იყო პირველი ჩემი შეხება ღვინოსთან, მოვიპარე სუფრიდან სასმელი, ალბათ ბევრს გაუკეთებია ბავშვობაში. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დავიწყე რეგიონებში სიარული და იქ გავიცანი ძალიან ბევრი მეღვინე. ადამიანები, რომლებიც მართლა შვილივითულიან მენახს. აი აქედან იწყება ღვინო რა. აი ლეჩხუმში ბოლოს ჩასული რო ვიყავი, მიყვებოდა ჩემი ერთ-ერთი მასპინძელი, რომ აი იცი როგორ მიყვარს ეს ვენახიო. წარმოიდგინე მე და ბებია ჩემმა გავაშენეთო. აი ნაფერები არისო, ბებო აღარ არისო და ბებოს მაგივრად ამ ვენახს ვუვლიო. აი ისეთ ამბებს მოისმენი, რომ აი ეხაც ტანში რუანტელი მივლეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიყვარულზე არის ლაპარაკი. და წარმოიდგინე რომ ამ კაცს უზიხარ, ის გიყვება რომ რა დაუჯდა, რამხელა შრომა, სირთულე, მოფრთხილება ჭირდება, ხო? და მე გისხავს ჭიქაში ღვინოს და გეუბნება დამიგემოვნე. ხვანჭკარა არის რაღაცნაირი ღვინო და უნდა დალიო პირველ რიგში თუ გინდა ეზიარო რაჭაში. აი მათი ღვინო არა რაჭველების ღვინო. აი ეს რაჭული იუმორი ხო იქცნება. აი ეს მათი სილამაზე ეს მთები, ტყე, აი სიგიჟე ბუნება რაც აქვს და რაღაცნაირი ხასიათი აქვს. თან ძალიან ჭკვიანები და სხარტები არიან, თან თითქოს უფრო რაღაცნაირი მშვიდები და დინჯები, თან ფანტასტიკური იუმორი. ერთი ნახევარი საათის მერე მიხვდები, რას გეხუმრებიან. აი, რაღაცნაირი ხალხი არის და ამ ხალხთან ერთად, როდესაც წარმოიდგინე რაჭულ ლობიანს გამოგიცხობენ და ხელში ხვანჭკარას მოგაცვიან. ეს ორი ტანდემი ჩემთვის არის, არ ვიცი, ყველაზე მაგარი, მარტო მაგისთვის ხანდახან ყოფილა შემთხვევები, რომ მარტო იმისთვის წავსულვართ რაჭაში, რომ ლობიანი გვეჭამა და ზედ ხვანჭკარა მიგვეყოლებინა. ეს არის იქაური რაღაცა სავიზიტო ბარათი, თუმცა ახ რაჭაში ძალიან ბევრი რამეა სანახავი. რაც მე ადრე არ ვიცოდი, მე ხვანჭკარა მეგონა რომ იყო ცოტა ესეთი სულელური შეცდომა, მეგონა რომ იყო ღვინის ბაზის ჯიში. და არც კი ვიცოდი რომ სინამდვილეში ხვანჭკარა არ უყოთ ადგილწარმოება და ადგილწარმოების დასახელება და ორი ჯიშის გამზადდება სინამდვილეში. და ესეც მე ადრე არ ვიცოდი, მაგალითად რომ ადგილწარმოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წარმოიდგინეთ რომ კონკრეტული ღვინო და ვაზი მხოლოდ იმ ადგილას მოდის ისეთი როგორიც საჭიროა ამ ღვინისთვის. ანუ რამდენად უნიკალურია, ყველა კომპონენტი აი მუშაობს. მაგალითად, ლეჩხუმში ნისლი კვებავს,
გორში მაგალითად აი ეს კლდის ფერდობზე რომ არის შეფონი, აი ის აძლევს გემოს, ანუ ცოცხალი ორგანიზმია ვაზი. მარტო მოვლა და ზრუნვა კი არა, აი მზე როგორ უდგება პირობითად, როგორი კლიმატია, აი ეს ყველაფერი აისახება მე რა ხორცანსა. ვიყავით რაჭაში და რაჭა იყო დათოვლილი, ულამაზესი, ფანტასტიკური მასპინძელი ყავდა, რომელიც რაჭულ ლურს ამზადებდა. თან წამიყვანა ვენახებში მიყვებოდა, რომ ეს მამაჩემის გაშენებულია. მე მთელი ცხოვრება ამ ვენახს ვუვლიო და ჩემი შვილი ახლა დასავლეთში სწავლობს და ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება, რომ ეს საქმე გააგრძელოს და რატომღაც ის დღე ძალიან დამამახსოვრდა და მისი ხვანჭკარა დამამახსოვრდა ძალიან და ამ ადამიანის განწყობა და აი ეგრევე იქ ბრუნდები ჩემი შეგრძნებებით და მოგონებებით თავლიან რაჭაში და რაჭვებთან. ორიგინალური ბოთლია და ძალიან ისეთი არის ლამაზი. ჩემი სახლის ინტერიერს მოუხდება. მე ეს სტილი მიყვარს, რაღაცნაირად დახვეწილი არის და მინიმალისტური, განსხვავებული. ეტიკეტიც ლამაზია. შრალი როზა. მე მგონი ამ გვინით უნდა მოყვას ასიამოვნო ამბები. ისეთია რა, მხიარული, ლაღი, კარგ ხასიათზე რომ ხარ და ზაფხულთან და გაზაფხულთან რო ასოცირდება. ძალიან მსუბუქია და ძალიან თბილი არის. აი კარგი არის.